დღეს საუბრობ თემაზე, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით საყურადღებო ხდება. Როგორ ვიზრუნოთ ჩვენს კანზე ცივს ამინდში. რატომ არის ზამთარში ჩვენი კანი მოსაფრთხილებელი და როგორ უნდა მოვუაროთ მას? ზამთარში ტემპერატურის კლების პარალელურად მკვეთრად იკლებს ჰარის ტენიანობაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კანის სიცივის გამო შრება, ამას ემატება სახლში მუდმივად ჩართული გათბობაც, რომელიც კანს ასევე ტენიანობას აკარგვინებს. მშრალი კანის ტიპის ადამიანებისთვის ეს სეზონი განსაკუთრებით სენსიტიურია, თუმცა სინამდვილეში პრობლემები ყველა ტიპის კანზე ვრცელდება. ამიტომ დღეს ჩვენ სტუმართან ბაია კონტრადიროსთან ერთად გავარკვევთ, როგორ მოვუაროთ სწორედ ჩვენს კანს ზამთარში და რა უნდა შევცვალოთ რუტინაში. მოგესალმებით გალბატონ ბაია, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და პირველ კითხვასაც დაგისვამთ, რატომ არის ზამთარში კანი განსაკუთრებით სენსიტიური? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა დავიწყო იმ განმარტებით, რომ ყველა სეზონი პრინციპში ჩვენი კანისთვის ძალიან დიდი გამოწვევა გახლავთ. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა. დაბალი ტემპერატურის დროს მოგეხსენებათ, კანის ბარიერული ფუნქცია ძალიან სუსტდება. შესაბამისად, დასუსტებული ბარიერული ფუნქცია უფრო მოწყვლადია და უფრო მეტი დაავადების განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურის დროს ხშირად გვიწევს გარედან მაგალითად სახლში შესვლა ან დახურულ შენობაში შესვლა, სადაც მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ეს ცვალებადობაც ასევე ერთგვარ გავლენას ახდენს კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევაზე და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ განსაკუთრებით ასაკოვანი პაციენტები და მშრალი კანის პაციენტები არიან უფრო, ესე ვთქვათ, მგრძნობიარე ამ პერიოდში. ბაია, რამდენად ეფექტური არის ჰაერის ტენიანება და შეუძლია თუ არა ამას ჩამოსვლოს კანის ტენიანება და თუ არის ეფექტური, რომ ეს მშრალი კანის სინდრომი თავიდან ავირიდოთ ამ გზით? იცით როგორ არის, თუ ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ დახურულ შენობაში, რა თქმა უნდა, ერთგვარად გვეხმარება გარემოს დატენიანება. ეს ძალიან კარგია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ განსაკუთრებით რუტინა, ჩვენი ყოველდღიური მოვლა არის უმნიშვნელოვანესი. რუტინა არ უნდა იყოს გადაჭარბებული, უნდა იყოს მინიმალისტური, მაგრამ უნდა შედგებოდეს სწორედ ისეთი ნივთიერებებისაგან, რომელიც ჩვენი კანის ბარიერულ ფუნქციას აღადგენს, დაიცავს და დაატენიანებს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ჩვენს მაყურებელს გავახსენოთ, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ კანის დატენიანება, ასევე აუცილებელია მივიღოთ ჭარბად სითხეები და წყალი. ეს არის ნომერ პირველი წესი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შინაგანი ტენიანობა მაინც წყლის მოლეკულებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ჩვენს მიერ მიღებული სითხის რაოდენობა გადამწყვეტია. ასევე გადამწყვეტია, როგორც აღნიშნეთ, სწორი დატენიანება კანის ტიპის მიხედვით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, კანის ტიპი განსხვავებული არსებობს და შესაბამისად სწორად უნდა შეირჩეს დამატენიანებელი კრემსაცხი და ასევე გარემოს ტენიანობასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა. რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში შეცვლა რუტინის, მაგალითად ზაფხულის რუტინიდან და გადავიდეთ თუ არა ზამთარში სხვა რუტინაზე? აუცილებელიც კი გახლავთ, რადგანაც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე განსხვავებაზე, ხო და ეს ყველასთვის საგრძნობია, რომ ეს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არის პირველ რიგში. შესაბამისად, ზამთარში რომ არ მოხდეს გაუწყლოება, რომ არ მოხდეს ესე ვთქვათ, სხვადასხვა დაავადებების გართულების რისკის, ესე ვთქვათ, წინაშე რომ არ დავდგეთ, აუცილებელია სწორად ჩავანაცვლოთ ჩვენი რუტინა და რას გულისხმობს ახლა რომ დავკონკრეტდეთ. პირველ რიგში დამატენიანებელი კრემის შეცვლას, რომელიც განსხვავებულ კომპონენტებს უნდა შეიცავდეს. აი მაგალითად თუ ზაფხულში უფრო მსუბუქი ტექსტურის წყლის ბაზაზე დამზადებული კრემსაცხებია მიზანშეწონილი, ზამთარში უნდა იყოს უფრო მსუყე, უფრო ძლიერი და დამატენიანებელი, მაგალითად ცერამიდების შემცველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავზარდოთ კანის ბარიერული ფუნქცია, რომ ტენიანობის დანაკარგი შევამციროთ მაქსიმალურად და ასევე ყინვაში განსაკუთრებით, ვისაც ისეთი სამუშაო აქვს, როდესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევთ გარეთ ყოფნა ღია სივრცეში, ან მაგალითად საამთო სათხილამურო კურორტზე მუშაობენ, ან უყვართ უბრალოდ თხილამურებით სრიალი, აი ესეთი ადამიანები განსაკუთრებით უფრო მოწყვლადები არიან და სწორედ მათ სჭირდებათ იგივე მზისგან დამცავი ფაქტორის ჩართვა დღის რუტინაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კანის წინასწარმომზადება, ვიდრე ჩვენ დავტოვებთ თბილ გარემოს. აი ეს მსუყე დამატენიანებელი რაც ახსენეთ, ცხიმიანი კანისთვისაც მუშაობს. ეხლა ნახეთ, აქ პატარა განსხვავება არის, თუმცა მაინც იცვლება რუტინა ცხიმიანი კანისთვისაც. უბრალოდ ცხიმიანი კანის შემთხვევაში
ალბათ შრატით ან კონცენტრატით ჩანაცვლება ჯობია, ვიდრე ძალიან მსუყე კრემის გამოყენება, იმიტომ რომ ცხიმიანი კანი მოგეხსენებათ მიდრეკილია გამონაკლისკენ შეიძლება ჩვენ ხელი შეუწყოთ ზედმეტი დატენიანებით ან ზედმეტად ფორების დახურის შემთხვევაში კომედონების წარმოქმნას, ესე ვთქვათ, და მაგალითად აკნეს განვითარებას. ამიტომ იქ ცოტა უფრო მეტად სიფრთხილე გუმართებს და სასურველია აი დერმატოლოგის შერჩეული, ესე ვთქვათ, რუტინით მიუსადაგოთ. კი ბატონო. ბაია, ჩვენ საუბარი დავიწყეთ ზამთარში არსებული კანის პრობლემებით. როგორ მოქმედებს ტემპერატურის უცაბედი ცვლილება კანზე? როცა შევდივართ ზამთრის სიცივიდან უცბად თბილ ოთახში. რა უნდა ვქნათ ამ დროს, რომ თავიდან ავერიდოთ კანის დაავადებები? იცით როგორ არის, ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მან რაც იწვევს ყველაზე დიდ, ესე ვთქვათ, სტრესს, გახლავთ სისწარღვოვანი რეაქცია. ანუ მოგეხსენებათ, სიცივეში სისწარღვე ვიწროდება, ხოლო სითბოში უფრო სწრაფად ფართოვდება. სწორედ ეს, იცით როგორ არის, ჩვენთან სხვათა შორის ძალიან კარგი დამცველობითი ფუნქცია აქვს და ამას თავად არეგულირებს ხოლმე, თუ ეს არ არის ძალიან რადიკალური ტემპერატურა. თუმცა აი აქ გასათვალისწინებელია მგრძნობიარე როზაცეისკენ მიდრეკილი კანის ტიპი ყველაზე მეტად ესე ვთქვათ სენსიტიურია ესეთ გარემო ფაქტორების ცვლილებაზე და სწორედ ასეთი კანის ადამიანებს ალბათ ვურჩევდი რომ მაქსიმალურად როდესაც გარეთ უწევთ ყოფნა არა მარტო დამატენიანებელი თქვა და ესეთი ქსოვილი რომელიც სუნთქავს და თქვა არა შალი და არა რაღაც ესეთი უხეში ქსოვილი მაგრამ აი ატარონ თქვა ესეთი შარფი შესაძლოა რაღაც ესეთი მაღალყელიანი პულოვერი რომ დაცული იყოს გარეთ არ იყოს ესე ვთქვათ დიდი ხნის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე ხოლო როდესაც შემოდის დაბალ ტემპერატურაზე აი ახლოს არ მივიდეს გამათბობელთან და აი უცებ ძალიან ცხელ ტემპერატურასთან არ ქონდეს უშუალო კონტაქტი. ეტაპობრივად შეაგუოს კანი, დიახ. არის თუ არა განსხვავება ასაკიან ადამიანებსა და ახალგაზრდა ადამიანებს კანის მოვლის რუტინას შორის? კი, რა თქმა უნდა, აი ასაკში, რაც უფრო ასაკში შევდივართ ადამიანები, მით უფრო ესე ვთქვათ ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში იკარგება ელასტიურობა, მოგეხსენებათ, ბუნებრივი ელასტოზი დგება, დაბერების პროცესი არის უფრო დაჩქარებული და შესაბამისად გრძნობელობაც ეს იქნება მაღალი ტემპერატურა თუ დაბალი ტემპერატურა, უფრო მეტად აისახება ასაკოვან კანის ტიპზე. შესაბამისად ასაკოვან კანს კიდე სხვა ტიპის მოვლა და დაცვა ჭირდება და აქ უკვე თქვათ შესაძლებელია ეს უკვე სახლის რუტინას უბრალოდ ცდება, ეს უკვე თქვათ ინიექციური თერაპია და ასე შემდეგ უკვე ექიმთან კონსულტაციის შედეგად სხვა ტიპის დახმარება დაჭირდეს ასაკოვან კანს. ბაია, უკვე გააჟღერეთ მზის დამცავის გამოყენების მნიშვნელობა ზამთარში და ვიცით რომ ბოლო პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული და ამაზე ხშირად მიდის საუბარი, რომ ზაფხულში აუცილებელია ამის გამოყენება და არა მხოლოდ ასე დიდი ხანი ხამზეზე, არამედ მუდმივად. რატომ არის აუცილებელი რომ ის გამოვიყენოთ ასევე ზამთარშიც და ზოგადად ცივ ტემპერატურის დროსაც? ძალიან მიხარია რომ ძალიან მოიმატა მზისგან დამცავის გამოყენებამ ჩვენს პოპულაციაში და ზოგადად ადამიანები უფრო მეტად ინფორმირებულები არიან და ეს ალბათ სოცქსელების, მედიის დამსახურებაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. იცით როგორ არის ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, უამრავი კვლევა მზის გამოსხივების უარყოფით გავლენაზე ჩვენი ადამიანის კანზე. ეს გახლავთ პირველ რიგში, დაბერების დაჩქარება, ქრონიკული სიმშრალის, ესე ვთქვათ, შეიძლება ქრონიკული სიმშრალის მიზეზი გახდეს მზის გამოსხივება, ასევე ჰიპერპიგმენტაციის, რომელიც ყველაზე უფრო დისკომფორტს უქმნის ესთეტიკურად ადამიანს, სხვადასხვა ტიპის კიბოს, კანის კიბოს განვითარების რისკი იზრდება და ასე შემდგომ. და მოგეხსენებათ, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ როგორი ინტენსივობა არის იმ მომენტში მზის, ეს არის გაზაფხულის პერიოდი, ზაფხული თუ ზამთარი, მაინც აღწევს მზის ის გამოსხივება ჩვენამდე, რაც შესაძლოა დამაზიანებელი იყოს ჩვენი კანისთვის და მით უმეტეს თუ ჩვენ ხანგრძლივი დროით ვართ მზის გულზე და განსაკუთრებით აი სათხილამურო კურორტები ვახსენეთ, ასეთ შემთხვევაში იგივე ინტენსივობა, რაც შეიძლება ზაფხულში მივიღოთ. შესაბამისად სეზონს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მზისგან დამცავი კრემსაცხების გამოყენება არის ნომერ პირველი დაცვა, ესე ვთქვათ, აი ჩამოთვლილი პრობლემებისგან როგორ ავირიდოთ თავი მოხდება. რომელი რჩევა მიგაჩნიათ ყველაზე აუცილებლად, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ზამთარში კანის მოვლისას?
სულ 3 ესეთი მნიშვნელოვანი რჩევა მექნება, რუტინა დავიწყოთ ძალიან ადრე, სანამ დავტოვებთ თბილ გარემოს, რომ კანმა მოახერხოს იმ ნივთიერებების ბიოშეღწევადობა, რაც გამოვიყენეთ. მეორე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება, რომ არამს და არამს არ დაგვავიწყდეს მზისგან დამცავის გამოყენება და მესამე, თუ ჩვენ ვურჩივით ძალიან დიდ სიმშრალეს და ეს დისკომფორტს გვიქმნის, შევცვალოთ კრემსაცხი და გადავიდეთ უფრო მეტად ნოყიერ კრემსაცხებზე დამატენიანებლებზე. ეს იქნება ის ძირითადი 3. უღრმესი მადლობა, ქალბატონო ბაია.